შემდეგი თემო ლოლაძეა. ერთი შეხედვით ძნელია გაიგო რის გაკეთებას აპირებს სცენაზე. მე ვარ თემო ლოლაძე, ჩვენისგან 23 წლის. რა უნდა გააკეთოს? ეს ვაკეთებ ექსტრემალურ ნომერს, რომელიც არის ადამიანის ზებუნებრივ შესაძლებლობებზე. ზებუნებრივ შესაძლებლობებზე. მრავალწლიანი ვაჟის შენეგან მე მიმოხსნია იმას, რომ სულია ფლობ ჩემ სხეულზე კონტროლს. სხეულის ყველა ნაწილი, ყველა კუნთი მემორჩილება მე. ნიკიაში მე გავაკეთებ ისეთ ნომერს, რაც არავის არცად არასოდეს არ გაუკეთებია. სრული დასანახი იქნება ეს ყველაფერი? ვისთვის როგორ? გამარჯობა. გაგვეცანი თუ შეიძლება. მე ვაზე ქალაქ თბილისიდან და შევიცნობ ექსტრემალურ ნომერს. მე ხვალ დავწვევი ამ ორს კამზე და ჩემი ასისტენტი გამომასხის კამს და მე დავჩემი ჰაერში. როგორ? კამზე დავწვევიო და ერთ კამს გამომასწლიან. და იწება. მაიცა თავიდან ორივე კამს გამოგაცლიან და ერთ კამს გამომასხლიან და მე დავჩემი ჰაერში. მიდი. მე მეგონა ორივეს გამოგაცლიან და ჰაერში. მეგონა ორივე. შემდეგ ტურში ორივე. თუმცა ესეც პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რო სწორად გაჩერდეს, ხო გადავირიე ახლა. Ama ბევრი ხალხია სანალი ნერვი უმოს. სულად მოემზადა. ნაგა, ეს ზანი მიმოდის. ეხა გაჩერდება. შეუძლებელია ხალხო, ეს შანსი თეორიულად შეუძლებელია რომ ამ სკამით დარჩეს. Sami. მაშინ მე განახებთ ადამიანის რო შეუძლია ყველანაირი ტყივილის ატანა. კიდევ ერთი შანსის მომენტი, თქო კანგეთ მაშინ. აი, მიდი გააკეთე, კაც 200 ნერვულო. არ რას შვება? ესე გასწორია კარგი. ასე მზადდება ზებუნებრივი ომლეტი. შენა. არ მткиვა ერთი ადგილი. არა. სადისტი არ ვარ და არ შევიძლია მე ამის ყურება. აი, შემდეგში რა უნდა გავაკეთო? მე გამიშვით და მე განახებ. ნაწყენს არ დაგტოვებ. როგორ? ნასიამოვნებს დაგტოვებ და ნაწყენს. ნასიამოვნებს დაგტოვებ? როგორ? პირადად მე როგორც კაცს ამ შემთხვევაში ამის ყურება მეორეჯერ ნამდვილად არ მინდა. მე გეუბნები არას. მე ვამაკის. მე რატო უნდა მინერვილო ამის იმებზე და კიდე ჩაირყი. მიდი შეგვაჩვენა. მადლობა, აღშენაგდეთ. მინი მადლობა. ვაუ, რა იყო ეს? ამუშტა
თემომ დარბაზი და ჟიური შოკში ჩააგდო. ახლა მას 4 კი აქვს და ზებუნებრივი ნომრისგან მიყენებულ ტრამვებს სიხარულით იცხრობს.